მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და დღეს კი არა და ამჯერად, თორე დღეს წინა ვიდეოებიც შეგიწერეთ. რატომაც მომინდა ესეთი გაშლის გაკეთება, საბედისწერო ამბავი თუ უბრალოდ კიდევ ერთი გამოცდა თქვენი ცხოვრების გზაზე. ნახოთ. ნიშნავანი რა ცვლილებები შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, რა რისთვის შესაძლოა იყოს და რას მოგვიყვება ზოგადად ტარო, ხო, პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ პირველი ვარიანტით. უკაცრავად. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. კვერთხების ტუზი. ადამიანი, რომელიც არ ვიცი, სულ მიყვარს ხოლმე, როცა კვერთხებით ამოდის ადამიანი ვერცხლის წყლისთვის შედარება, ხო? მოძრავი, აქტიურია, არ ვიცი, ერთ ადგილას რომ ვერ გააჩერებ და სადაც მივა თავის ყვალს რომ ტოვებს, დადებით ყვალს უგულისხმობ. იმპულსურია ესეთი, ლაღი 55 წლის ასაკშიც კი 18 წლის ენერგიები რომ შეიძლება ჰქონდეს და როგორ ვთქვა, არ ვიცი, სასწაული ქარიზმის მატარებელი, ისეთი ათლეტური წარმოშობის მამაკაცი შეიძლება მიყურებდეთ, ან ძალიან ისეთი სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, ადამიანები, რომლებსაც არ ვიცი, სულ ციცი ნათელები ყავთ თვალებში, ხო, და ისე უბრწყინავთ და ნათელი გადასდით მოკლედ სახეზე. ადამიანები, რომლებიც მიჩვეული არიან გამარჯვებას, მიჩვეული არიან სწორად დაგეგმოს რაღაცების და ხშირ შემთხვევაში სხვა შორის ამ ადამიანებისთვის შეიძლება ეს დევიზიც იყოს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ნახოთ ესეთი აქტიური, ესეთი ცეცხლოვანი, ესეთი ჯიუტი და საკმაოდ მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს რა ცვლილებები გელოდებათ ისეთი, რომ შესაძლოა საბედისწერო მოვლენადაც კი ჩათვალოთ. თუ არა და მაშინ გვითხრას ტარომ რისთვის არის ესა თუ ის მოვლენა თქვენს ცხოვრებაში მოცემული. სამი არკანით ვნახოთ. დასტის ფონსაც შევჭყიდო ერთი. ოთხიანი პენტაკლები, პენტაკლების რაინდი და ორიანი თასები. ჩემო კარგო ადამიანებო, მე აქ აუცილებლად კიდევ ჩავშლი და ვიკითხავ მეორე დასტას მოვიშველიებ, რატომ მიხვდებით თქვენ თვითონაც. აქ ნახეთ როგორი მომენტი გამეშალა. აქ არის ადამიანი, რატომღაც ცოტა, ასე ვთქვათ, დისონანსში მოდის აი ამ ენერგიებთან, პენტაკლები მაინც ცოტა ნელი და ისეთი დინჯი და გაწონასწორებული ენერგიებია, ხო, ამას არ ახასიათებს ერთი ბუფ და უცებ რაღაცა გაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. ოთხიანი პენტაკლებით შესაძლოა წარსულმა ისე იჩინოს თქვენ ცხოვრებაში თავი, ან უბრალოდ ისეთი ძლიერი ენერგიით იყოს დღესაც თქვენ ცხოვრებაში წარსული ხაზი ესე გამოგრძელებული, რომ ვერ გეთმობოდეთ, ვერ უშვებდეთ ხელიდან. აი მას უკვე რაც შეიძინეთ პენტაკლების დონეზე. ეს იქნება ემოციური დოვლათი, ეს იქნება მატერიალური დოვლათი, ეს იქნება ვთქვათ უძრავი ქონება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ პლუს ამას თქვენს ცხოვრებაში ჩანს ორიანი თასებით ადამიანი, რომელთანაც აი აბსოლუტური როგორ ვთქვა, ჰარმონია გაქვთ, ხო, აი ისეთი აი მართლა რომ ვიტყვით ხოლმე, რომ ფერიფერს და მადლი ღმერთსო, ხო, აი დაახლოებით ესეთი კომფორტული გარემო რო გაქვთ რა, თითქოს საკუთარ სახლში გრძნობთ თავს აი ამ არკანით და მე უბრალოდ ახლა ეს უნდა ვიკითხო, რომ ეს უკავშირდება უკვე შექმნილ რეალობას, რაც თქვენს ცხოვრებაში არის და ეს წარსულიდან მომდინარეობს თუ ეს რამე ახალი ემოცია და გაყოფილი ხართ ამ სიტუაციაში. აი ვნახოთ. გეტყვით მეგობრებო, ახლა რა და როგორ არის აქ. ზუსტად მივხვდი რაც იყო და ყველად არ ჩამიშლია ეს არკანები.
თქვენს ცხოვრებაში ჩემო კარგო ადამიანებო ერთის მხრივ არის წარსული სტაბილური სხვათა შორის არც თუ დაბალი ღირებულები საკმაოდ ისეთი რომელსაც თქვენც აფასებთ და თქვენც იცით რომ საკმაოდ მძიმე წონა აქვს ამ წარსულს თქვენთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე გნებავთ ფსიქოლოგიურ დონეზე გნებავთ ფიზიკურ დონეზე ნებისმიერ დონეზე ის სივრცე რაც უკვე გაქვთ თქვენთვის არის უმნიშვნელოვანესი მაგრამ მეორე მხარეს არის რაღაც ახალი ემოციები რომლებიც შესაძლოა არ გამოვრიცხავთ წარსულის ადამიანს უკავშირდებოდეს ცოლ-სარგულის ხმობან ქმარს რაღაც წარსულის ემოციას ან უბრალოდ იმდენად აი ბავშვური, იმდენად ლაღი, იმდენად გულწრფელი იყოს ეს ურთიერთობა ახალი, რომელიც აქეთ ამ მხარეს არის, რომ გაგონებთ აი იმ პერიოდს, როცა აბსოლუტურად მინდობები იყავით, ხო, აი მართლა ბავშვური პროექციიდან რომ გადახედავდით რაღაცა სიტუაციას და ისი ბავშვური პატარა ამოჭრილი სარკმლიდან რომ უჭვრიტინებდით, ხო? საკუთარ თავს კონკრეტულ მოცემულობაში, აი დაახლოებით ეს ემოციებს რომ აგიწრავთ. შეყვარებული ადამიანი ხართ, ემოციები დუხს და გადმოდუხს თქვენში, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი. აი ეს ცეცხლოვანი ესეთი მგზნებარი ადამიანი, ესე ორიენტირებული საკუთარ კომფორტზე, წინსვლაზე, წარმატებაზე, როგორ ხართ ჰერმითის განდგილის პოზიციაში, ხო? არ ვიცი, აქ არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ოჯახში რაღაც მატებაც იყოს, ორსულად იყოს ვინმე თქვენს ოჯახში, ან თქვენ იყოთ ორსულად, ან მამაკაცები თუ მიყურებს თქვენი მეუღლე. ყოველ შემთხვევაში რაღაც კარგი ამბები ხდება ზოგადად ოჯახში, მაგრამ ამის პარალელურად აქეთ არის არჩევანი, აქეთ არის კიდევ გაყოფილი გზა, ხო, აქეთ არის შეყვარებულების არკანი, აქეთ არის ილუზიები, აქეთ არის ოცნებები, აქეთ არის ის რასაც ახლავს ასე ვთქვათ აი განახლების ენერგია ხო რაც ვთქვათ უკვე აი რუტინაში გადავიდა რეალურად ოჯახში თუმცა ის ოჯახიც თქვენთვის ძალიან ფასეულია მე ვერ ვიტყვი რომ აქ თქვენ ასე ვთქვათ თაკიდების პრინციპით მუშაობთ მაპატიეთან გამოთქმაზე კარგით რა კი ეს ასე გაიყო ეს ორი მოცემულობა ვნახოთ აქეთ მხარეს და იქეთ მხარეს უახლოეს მომავალში რა ცვლილებები მოხდება იქეთ მხარეს სავარაუდოდ ჩიხები და ბარიერები გაგრძელდება და იმიტომაც გაქვთ ალბათ ის ფოთვა და ის ღელვა მაგრამ აქეთ სისავსე აქეთ აი რაღაცნაირად მომდის ეს ინფორმაცია რომ სისავსე შენაძენი არ ვიცი შესაძლოა შვილი დააოჯახოთ ან შვილი შეგეძინოთ ან ყოველ შემთხვევაში სულაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ თვითონ იყოთ ორსულად ან ძალიან მალე ასე ვთქვათ დარჩეთ ორსულად და ასე ვთქვათ ახალი სიცოცხლე შესძინოთ თქვენს სივრცესაც და ზოგადად სამყაროსაც უკაცრავად ოპა გადავრჩი ის ცოტათი კი ამოვწმარა რა უჭირს ანთებული ასანთის ღერმა გამიფუჭა სუფრა არა და ძალიან მიყვარს ეს ჭრელა ბუროლა სუფრა ხო ერთი წამით ახლა მე მაინც მინდა რაღაცის დაზუსტება და მოვიხმარი მეორე დასტასაც რომ დასტით ვნახავ ეს ფიცუჩით ნახეთ მხარე მანახე და იქით მხარე მანახე ხო არა აქეთ კონფლიქტური სიტუაციები იქნება აქეთ შესაძლოა უბრალოდ საკითხი დასვან ანისი ანასე ძალიან ხისტად და ასე ვთქვათ პასუხებიც აი ბოლომდე როგორ გითხრათ კი აქეთ ფარული ქალბატონის თემა მე ზუსტად მივხვდი თავიდანვე აქეთ არის გაყოფილი ენერგიები არჩევანის თემა იძულება და ასე შემდეგ აქეთ რა ჩქარობს აქეთ სტატუსი აქეთ გამარჯვება აქეთ რაღაცა სხვა საფეხურზე გადასვლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქ რაღაც მგონია რომ თქვენს ოჯახში ადამიანის შემოსვლაზეა საუბარი ანუ ახალ სიცოცხლეზე ან დაბადება ანუ ქორწინება ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ ვიცი თქვენ მოიძიებთ თქვენს თავში იმ რესურსებსა და ენერგიებს რაც განახლებისთვის და გადახალისებისთვის არის საჭირო ხო ურთიერთობების რა გითხრათ საბედისწერო ამბების რა ვთქვა მაგრამ მნიშვნელოვანი ამბები ნამდვილად მოხდება და სამყარო მოგცემთ იმ გზას, რა გზაც ასე ვთქვათ, თქვენთვის არის ახლა საჭირო და ვფიქრობ, რომ
საკმაოდ სწორ ორიენტირსაც აიღებთ. მადლობა პირველ ვარიანტს. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის ეს გაშლა? ორიენტასები. ადამიანი, რომელიც არ ვიცი როგორ გითხრათ რა, მოვლენილი ხართ სამყაროში იმისთვის, რომ ყოველთვის იყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო დროს საჭირო ადამიანს გაუმართოთ ხელი ემოციურად, ფინანსურად დაეხმაროთ, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოთ, გააღიმოთ, აი არ ვიცი, ყველანაირი ჰუმანური ადამიანური ენერგია გადასცეთ. ძალიან კარგი ინფორმაციის მატარებელი არკანია. თქვენ შეგწევთ უნარი აი აბსოლუტური ქვეტექსტების და ბექგრაუნდების გარეშე მიიღოთ მოცემულობა და ადამიანი, ხო, ანუ არანაირი ანგარება, არანაირი მოლოდინი, არანაირი რაღაცა ქვედადინებები, ესე უპირობოდ აი ესე ძალიან ისეთი მაღალი ხარისხის მიმღებლობა გქონდეთ ადამიანების მათი სხვათა შორის მათი ცხოვრებიანად, ხო, ვიღაცას ასეთი აქვს, ვიღაცას ისეთი აქვს. მე მთელი ემპათიით იჭრებით ამ სიტუაციაში და მოკლედ ისე შედიხართ როლში, რომ შესაძლოა იმაზე მეტად გიხაროდეთ ან განიცდიდეთ სიტუაციას, ვიდრე ვთქვათ ის ადამიანი, ვის ცხოვრებაში თქვენ ასე მშველელად გამოჩნდით. ნახოთ ახლა თქვენს ცხოვრებაში რა საბედისწერო სიტუაციები შეიძლება მოხდეს ახლოს პერიოდში, ან რა ტიპის ცვლილებები შეიძლება გამოჩნდეს. ხო, რვიანი თასები, თასების რაინდი და ხმლების რაინდი. მეგობრებო, არ გამოვრიცხავ თქვენს ცხოვრებაში თასების თემა რა მაინც იქ ხო სიგნიფიკაციაში და მესმის რომ მეოცნები და შემოქმედებითი ადამიანი ხართ და რომანტიკოსი და მოკლედ ძალიან გიყვართ ასე ვთქვათ ლირიული ისეთი სენტიმენტალური პასაჟებიც კი ვიტყოდი, ხო, რაღაც ისეთი ლამაზ-ლამაზი ემოციური გარემოს შექმნა, სიტუაციების შექმნა და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი ცნობის მოყარეობით ხართ ახლა გამსჭვალ, რაღაცას ეძებთ, რაღაცას იწყებთ, რაღაცისკენ მიდიხართ, ხო, ემოციით, აი თავი გაქვთ გადადებული მოკლედ ამ რაღაცისთვის, ან ვიღაცისთვის, ნახოთ, რას უკავშირდება ეს ყველაფერი. ხო, გავიგეთ, რომ ახალი დასაწყისია. კვერთხების დედოფალს ადამიანს, კი ბატონო, რომელიც არ გამოვრიცხავ, მეგობრებო, ძალიან უიმაპატიეთ კვერთხების დედოფალი ვთქვი და ახლა ამოვიდა დაწერან თურმე ხმლების დედოფალი მჭერია ხელში. არ მინდა ახლა აქაც ის ამბავი გამეშალოს რა, არ მინდა. არადა ფაქტია რომ ასია. აქ მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ, ისეთი კორიანტელია ქალების თუ კაცების თუ მოკლედ პარტნიორების, რომ აი რა ვთქვა. ორად კი არა, 5-ად და 6-ად რო არ ხართ გაყოფილები, მე ეგ მიკვირს. ხდება მეორე ვარიანტში ნამდვილად საბედისწერო ძროები და რყევები მოხდება და რას უკავშირდება ეს ნახეთ. თქვენს ცხოვრებაში არის რამდენიმე ქალი ან კაცი მოიგეთ თქვენს თავზე, ხო, შესაბამისი სქესის წარმომადგენლებმა. ვიღაცებთან, რომლებთანაც უკვე გაფუჭებული გაქვთ სიტუაცია, არ მიკვირს ახლა სიგნიფიკაციაში ისეთი ადამიანი ხართ, გულს ვერავის დასწყვეტით, არ გაგიღიმოთ, გულწრფელად ვამბობ, თქვენ შეიძლება უბრალოდ არა სიტყვაც კი არ იცით საერთოდ რას ნიშნავს და როგორ უნდა წარმოვთქვათ. არ გამიკვირდება. უბრალოდ ნახეთ რა მომენტია, ეხლა ძალიან ისეთ შედარებას მოვიყვან. კოსმოსში ხო არის დაწყობილი პლანეტები, პლანეტების თანამგზავრები, მოკლედ იქ რაღაც ასტეროიდები, კიდევ ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა უხილავი პლანეტები, კომეტები და ასე შემდეგ, ვარსკვლავები და მოკლედ მას რა ქვია, ასტრონომიას შევეშვები. მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საშიში, თვისობრივად საშიში წარმონაქმნია ხო კოსმოსში, კოსმოსს აქვს თვითონ ისეთი მომაწესრიგებელი ენერგია, რომ ყველაფერი მაინც წესრიგს ექვემდებარება, მაინც ორგანიზებას ექვემდებარება. ხო, მოხილავი ხელის ჩვენ რაც კიდე დავარქვათ, არა აქვს მნიშვნელობა, ხომ დავარქმევთ, გამჩენს დავარქმევთ, შემოქმედს თუ რას დავარქმევთ, ხო?
იგივე წესები და იგივე წესრიგი მოქმედებს ჩვენზეც, იმიტომ რომ ჩვენც ვართ იმ კოსმოსის ნაწილი, ხო, იმ შემადგენლობაში შევდივართ, ასე ვთქვათ. ახლა დააკვირდით, ნახეთ, ჩვენ უბრალოდ რა გვახასიათებს, ცით აი ამ წესრიგს ვერ მივყვებით, ერთიანობას ფეხს ვერ ვუწყობთ და ცალმხრივი გზით ვიღებთ გეზს და სწორედ ამიტომ ვიკარგებით, ამიტომ ვარდებით ქაოსში და ამიტომ გვემართება მე ვიღაცა ბედისწერას ვეძახით, ამას ვიღაცა კარმას ვეძახით, ვიღაცა რაღაცას, მაგრამ რეალურად კონტექსტიდან ვარდებით, ჩვენი ვიწრო გადასახედიდან ვუყურებთ რაღაცებს, ეგოდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მოკლედ ვარდებით იქ, სადაც ვარდებით. ანუ რისი თქმა მინდა, აი აქ ზუსტად აი ეს ქაოსია, უყურეთ. იმიტომ რომ ვიღაცას გული ვერ ვატკინე, იმიტომ რომ ვიღაცა ფიზიკურად მომეწონა, იმიტომ რომ ვიღაცა შემეცოდა, იმიტომ რომ აი ცვენა ადამიანების, როგორ აგიხსნათ მეგობრებო, აი არ ვიცი, ამდენი პარტნიორია მეგობარი არა აქვს მნიშვნელობა ფლირტია, სერიოზულია რა არის, ხო? ბევრგან წამოღებული გაქვთ საშინელი ენერგია, მე ამის ენერგია სხვა ადამიანებთან განეიტრალება ხდება, მაგრამ რეალურად ხლად ვერ ვიტყვი რომ ეს სულ თქვენი ბრალია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გინდათ ბედისწერა დავარქვათ, რაც გინდათ დავარქვათ აი ამ უწესრიგობას, მაგრამ სამყაროს არკანით, ეროფანტის არკანით, ხო? სამსჯავროს არკანით, აქ უამრავი მაღალი არკანების ამოცვი და წეღან ყოველ შემთხვევაში რაც შევხედე. თქვენ ეს გზა უნდა გაიაროთ. თქვენ დიახ, აი ეს საბედისწერო მუხტი უნდა მიიტანოთ კიდეც სხვასთან და უნდა წამოიღოთ კიდეც. ეს ტრანსფორმაცია, ეს მთელი თავდაყირა, თუ ამოყირავებული, თუ ჩაყირავებული პირამიდა არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი გასავლელია. ნახეთ, ძალიან ხშირად იქნება თქვენს ცხოვრებაში ეს გაყოფილი მიჯნები, ხო? ძალიან ხშირად იქნება გზაჯვარედინები, ძალიან ხშირად იქნება ფიქრი, ნეტა საით, ნეტა როგორ. სხვათა შორის წარსულთან დაკავშირებითაც ხშირად გიწევთ ხოლმე ფიქრი, რამე სწორად აი რაღაცა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ხო? ნეტა სწორად თუ მოვიქეცი, ნეტა ასე უნდა ყოფილიყო თუ ისე უნდა ყოფილიყო, რამდენად ვთქვათ სწორი არჩევანი იყო ჩემი და აი ასე შემდეგ და მოკლედ მე ამას მიყვება მთელი ალია ბალია, მთელი ქაოსი და მთელი გაურკვევლობები. ახლა ნახეთ, მოდით მეორე დასითაც უნდა ვნახო, რა საბედისწერო ცვლილებებს შესაძლოა ველოდეთ, ხო, ეშმაკის არკანი, დაკიდებული მამაკაცი, გეუბნებით რა, აი ცვენა, ეტლის არკანი, აი ნახეთ როგორი მომენტია, თქვენ ეს პერიოდი უნდა გაიაროთ, ვიღაცა უნდა წავიდეს, ვიღაცამ უნდა დაგტოვოთ, რომ თქვენი მტკივილის გრძნობა გამოსცადოთ, რაც ვთქვათ ვიღაცისა რომ დატოვეთ, აი ვიღაცა რომ დატოვეთ და იმან რომ განიცადა, ეს უნდა მიხვდეთ და ეს უნდა გაიაზროთ ბოლომდე. ვიღაცასთან ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა უნდა გამოგივიდეთ და მე უცებ აი ესე არსაიდან მოსული ქარიშხლით ყველაფერი დამთავრდეს, კიდე მაჩვენე კიდე რა შეიძლება. განკითხვა, ახლა სამშაბლოს არკანი, იქაც სამშაბლოს არკანი მიდევს, აქაც სამშაბლოს არკანი მიდევს, აქაც თასების მეფე მიდევს. აი ეს მთელი ამბავი, აი ეს მთელი ობობას ქსელი, აი ეს მთელი არ ვიცი, აი გადაწნული სიტუაცია მოკლედ რომ იტყვიან ხო ერთმანეთზე ადამიანებიც და ამოცემულობებიც, გინდათ არ გინდათ ეს არის თქვენი გზა. ეს არის იმისთვის რომ რაღაცები სხვანაირად გაიაზროთ, სხვანაირად დაინახოთ, სხვანაირად შეხედოთ და აბსოლუტურად სხვანაირი, ასე ვთქვათ, შემზადებით და სხვანაირი რეაქციებით გააგრძელოთ დანარჩენი უკვე მერე ცხოვრება, ხო? ნახეთ ახლა აქ რა მომენტია მეგობრებო კიდევ. ანუ აი გეუბნებით მაღალი არკანების აქ ბედისწერაზე აღარ ვლაპარაკობ, აქ არის აი არ ვიცი როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი კარმული კვანძის დამუშავებაც მოგიწევთ, აქ რაღაცა საგვარეულო მომენტებიც მიჩანს, რომლებიც თქვენზეა გადამოსული და თქვენ უნდა დაამუშავოთ ერთხელ და სამუდამოდ გაასუფთავოთ. აქ მიჩანს, ოღონდ ეს ყველაფერი არის აწყობილი სულ პირადზე. ნახეთ, სულ პირადი თემების ამბები მოდის. აქ არ არის ვთქვათ ფული, აქ არ არის ვალები, მატერიალური, აქ არ არის ვთქვათ აი ის რომ რაღაცა მაქვს გადასარჩენი მატერიალურ ფინანსურ დონეზე, ხო? აქ
ძირითადად ყველაფერი მაინც პირად ურთიერთობებს უკავშირდება, მაინც სასიყვარულო ენერგიებთან, ხო? სექსუალურ ენერგიებამდეც კი ვიტყოდი დადის ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი თქვენ უნდა დაამუშაოთ და ერთხელ და სამუდამოდ ასე ვთქვათ, ამისგან კურნებაც კი უნდა მოხდეს, აბა ვნახოთ კიდევ. ხო, აი ვიღაცისგან წახვედით, ვიღაცის ცხოვრება თქვენ დაანგრიეთ, ასე ვთქვათ, ვიღაცამ თქვენი ცხოვრება დაანგრია. აი რომ იტყვიან როგორ გითხრათ, ჭადრაკის თამაშს რომ აპირებდით და პირობითად არ ვიცი, ლოტოს კოჭები დაგხვდათ იმ ყუთში, ხო, საიდანაც ჭადრაკი უნდა გაგეშალათ. მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ნარდის თამაში გინდოდათ და უცებ დომინოს ქვები მოგაწოდეს. აი რაღაცა ისეთი მოულოდნელობებით სავსე სიტუაციები გელოდება და სხვა შორის ძალიან სიღრმისეული ძვრებიც, რაც გასწავლით ადამიანების მეტად დაფასებას. მეგობრებო, არ ვიცი თქვენს ცხოვრებაში რა როგორ იყო, მაპატიეთ, მაგრამ მე აქ ნამდვილად ძალიან ბევრი პარტნიორი მიჩანს, მე აქ მიჩანს ძალიან ბევრი ენერგიების გადაღვრა, ბევრი გაყოფილი გზა, ბევრი ნაწყენი, ბევრი ნატკენი ადამიანი, რომლებმაც გამოხატეს, რომლებმაც არ გამოხატეს, რომლებმაც ხელი დაგიქნიეს, მაგრამ ნუ ქვეცნობიერში ვერ გადაამუშავეს თქვენს მიმართ წყენა, ხო? და ის დღეს ლაიტმოტივად გასდევს თქვენს ცხოვრებას. მაპატიეთ, მაგრამ ხო, ძალიან მრავალფეროვანი პირადი ცხოვრების ადამიანები უნდა მიყურებდეთ, ეს არც ცუდია და არც კარგი. ყოველთვის მიკვირს ხოლმე, როცა ამას განიხილავენ, ის ჩვენზე არ არის დიდწილად დამოკიდებული, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და თქვენ წარმოიდგინეთ და ხშირ შემთხვევაში ვიძახით, რომ ბინძურდება, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც პირიქით კი არის ისევ სამყარო, ნუ მიმეორებს ახლა დასტა ერთსა და იმავეს სხვადასხვა დასტა ნახეთ რისი თქვა მინდა. რეალურად კი არ ბინძურდება და იწმინდება ადამიანის კარმა, იწმინდება ადამიანის წარსულიდან მოყოლილი ვალები, ხო, აი ნულდება, იშლება, როგორც აი საშლელი დაიჭირო და წაშალო და ადამიანის შემზადება ხდება უკვე ნამდვილი სიტუაციისთვის, რომელიც უკვე რეალურად მისია, რასაც უკვე აი ასე ვთქვათ, რომ იტყვიან მოყირჭებული, მობეზრებული სიტუაციებით კი აღარ ხვდება, პირიქით ამ ყველაფერს უკან იშორებს, აი ესე ხურჯინივით აგდებს და აბსოლუტურად განულებული, გასუფთავებული მომენტით იღებს უკვე რეალურს, რასაც ვთქვათ, ბოლომდე უნდა გაყვეს და იქ აღარ იქნება წავედი, მოვედი, იქ აღარ იქნება გატკინე, მატკინე და მოკლედ იქ აღარ იქნება, ვთქვათ, რაღაცა, როგორ ვთქვა, უსიამოვნო ენერგიები, ხო? აი ნახეთ კიდევ მაინც საბოლოო დასკვნა სიგნიფიკაციით რაც ამოვიდა ის არკანი ამომდის და არა საბოლოოდ ნამდვილად თქვენს გზას იპოვით და დაასტაბილურებთ სიტუაციას და ბოლოს აი როგორი მომენტი გექნებათ იცით ამოისუნთქებთ და იტყვით რომ აი ეს ყველაფერი რაც მე გავიარე აი ღირდა აი იმ პოზიციად იმ სიტუაციად იმ მოცემულობად რაც მე დღეს მაქვს კი თქვენ აბსოლუტურად ყველა ოცნებას იხდენთ და ზუსტად ასე ვთქვათ აი მიადგებით იმ თქვენს ნავსაყუდელს მშვენიერი მადლობა მეორე ვარიანტსაც დაგემშვიდობებით ნახვამდის